მშვიდობა თქვენ და მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო. ახლა მინდა მთავრობას მიმართო. წინა იმაში ვთქვი რომ აუცილებლად ცალკე ჩავწერ მეთქი და აგერ ვწერ. გააუქმეთ სასწრაფოდ ყოველგვარი ხუმრობისა და ნახევრად ხუმრობის გარეშე ვამბობ ამას რომ გააუქმეთ ეს ჯარიმა ამ გინებაზე კაცო. წყევლაზე გადავიდა ხალხი, წყევლაზე. კაცები იწყებლებიან, კაცო, ეს რა ვნახებს, რეებს უყურებს, ჩემი თვალები და რეებს ისმენს, ჩემი ყურები, კაცები იწყებლებიან, ხალხო, რა გჭირთ? კაცი და წყევლა, კაცო. სულ შეიშალეთ, ხალხო, გამაგებინეთ, სირცხვილია რა. სირცხვილი ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვარ, რომ არ ვიცი რა. რა მოგდით? ცოტა დაფიქრდით, კი მესმის ნერვები, აფექტი, ყველაფერი მესმის და მართლა ყველას ისე გვაქვს ნერვები, რომ რუსებს აქვთ, ხო იცი ეს ნიკაგდა, ნიგავარი, ნიკაგდა, მაგრამ ერთმა დამეფაროს კაცი და წყევლა, კაცო. თქვენ დალოცვილებო არ ვიცი რა, მართლა არ ვიცი რა ვთქვა რა. ვიცინო, ვიტირო. ძალიან გთხოვთ, შეიკავეთ ნერვები რა. მე მესმის, მე ყველაფერი მესმის, მედალს ორი მხარე აქვს, ესიც მესმის. ცალკე მომჩივანი ღმერთს მართალი ეგონაო, ეს ყველაფერი კარგად ყველაფერი კარგად ვიცი მე და ყველაფერს კარგად ხვდები. ეს ის შემთხვევაა, რომ არა, იცით რა არის, აი ხა, წყევლა ნამეტანია რა ხალხო რა. აი მართლა ნამეტანია განსაკუთრებით კაცის წყევლა და კაცების წყევლა, თქვენი ჭირიმე რა. ბავშვები გიყურებენ, ახალგაზრდები გიყურებენ, თაობა გიყურებთ ხალხო. მერე ჩვენ და სამწუხაროდ თუ ვინც ძალიან მაგრად დაიწყევლება და ვინც ძალიან მაგრად შეიგინება, ის ხდება პოპულარული და იმას აპიარებთ და აი გამომწერები და ასე შემდეგ, ხო ესეა ხო? თუ სადმე არანორმალური გვერდი ვიცი, თუ სადმე არანორმალური ბლოგერი ვიცი და გიჟი და გადარეული ვიცი, ყველას ნუ ახლა მათი გამომწერები თქვენ ახართ, ხო? ვინც ახლა შემოხვალთ აქ და დაიწყებთ რაღაც ყველაზე არ მაქვს საუბარი. თქვენი ჭირიმე რა. რაღაცნაირად მოთოკეთ ნერვები რა. არანაირად აი ხო გეუბნები რა სამდე მართალი რო იყო კაცზე მაქვს მე საუბარი, აი სამდე მართალი რო იყო კაცის წყევლა, კაცო. კაცის წყევლა, სამდე მართალი რო იყო, კაცო. ახლა ის თემის წყევლა და იქ რაღაცა ის სხვა რამეა, კაცო, ის რა ქვია, თემიდან მოკვეთა და რაღაცა, მაგრამ კაცის წყევლა ხალხო. ამეტანია თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი. მე მესმის. აი როგორ მესმის, ყველაფერი მესმის გეფიცებით, მაგრამ ძალიან გთხოვთ მოთოკეთ თავი და აი რაღაცა სამწუხაროდ ყველანაირი არასწორი ქმედება უკვე მაგალითი ხდება კაცო ახალი თაობისთვის და ახალგაზრდებისთვის და პატარებისთვის და იცით რა მთავარია რაღაცა გამომწერი ყავდეს ძალიან ბევრ ადამიანმა ნახოს იქ მოიწონოს დაალაიქოს თუ რა და მოორა რაც არის და აგერ ხო ხედავ წყევლა კი არა გაიხადა ხალხმა და უკვე ძალიან სხვაგან მივდივართ უკვე რა ძალიან სხვაგან მივდივართ ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ მამაკაცებო მოთოკეთ ნერვები სირცხვილია რა წყევლა კაცისგან მაგრად ეხავს რა აი ძალიან მაგრად ეხავს და აი ეს კალაკურად რო ვთქვა და ეს არის ამაზრზენი რა მერთმა შეგინდოთ სულ ყველას
შინაურსაც და გარეულსაც და რა ვიცი რა მიუხედავად იმისა მე ბევრი რაღაცა მესმის და ვიგებ და ვგებულობ კაცო რა თქმა უნდა შევდივარ მდგომარეობაში მაგრამ წევლა ვიცი ვინც არ უნდა იყოს და ვისაც არ უნდა ეხებოდეს ქალებს ეს რა უნდა უთხრა მე ქალებთან მხოლოდ სიყვარული მაკავშირებს და ალერსი მე ჩემ ხსიერებაში ქალებთან სხვა არაფერია სიყვარულის და ალერსის გარდა და ახლა მე არა მაქვს ლაპარაკი გიჟებზე საერთოდ ადამიანი რო იწყებლება ნუ ძალიან თხოვთ რა მე მამაკაცებს მოგუმართავთ და მოგუმართავთ კიდე მთავრობა რო გააუქმეთ მართლადო გინებაზე ჯარიმადო გადაგვარდა რა კი მესმის ეს ყველაფერი და მეც არ მიყვარს ეს ბილდ სიტყვაობა ძალიან კარგად იცით თორე ახლა რო გამწარდები მეც 30 სართულიანები ვიცი გინება მაგრამ ნუ ახლა არ მიყვარს მე არ მაშვები სახალხოდ და იმან არა ხუმრობა შიშისგან რომ წევლა დაიწყეს კაცო და ახლა თუ ეხლა რა გადავაგვარებთ ამ ხალხს რა საჩემოთ არ ვიძახი იმიტომ რომ გადახედეთ აგერ 15 წელი 14 წელი აგერ და არ შემიგინია ხო ძალიან კარგად იცით ახლა მე ჩემი ისტორია თუ ვიგინები მე სხვანაირად ვიგინები რა ვიცი აი კიდე გეუბნებით ხალხო ვიტირო ვიცინო ნახდად არ ვიცი რა ძალიან თქო კიდევ ერთხელ დაფიქრდით და ამ წევლას თავი დაანებოთ რა მამაკაცებო აბა მერტით ვიყოთ და მოგვიტოვოს თუ რამე ცოდვები გვაქვს დალოცველმა